მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობა იმის, რომ გამოწერთ გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. აგვისტო გვიახლოვდება და თოთოლე რომ ცოტა ინფორმირებულები თუ იქნებით, როგორი პერიოდი, როგორი აგვისტო გვექნება ფინანსებში, პირად ურთიერთობაში, ცოტა უფრო მეტად რაციონალურად დავგეგმოთ ჩვენს დროს და ჩვენს ენერგიებსაც სწორად გადავანაწილებთ, ხო? ამიტომ გადავწყვეტე რომ ორი ტესტი ვშავ, ერთი არის სასიყვარულო ურთიერთობებზე იქნება ამ ტესტით, ხოლო ფინანსურით ამ ტესტით ფისუნიების ტესტებია, შესაძლოა ძალიან მომწონს ორივე ტესტა და ვარიანტი იქნება სამი. მოდით, პირველი ვარიანტი წითელი სანთელი, მეორე ვარიანტი ლურჯი და მესამე ყვითელი. სანამ თქვენ ვარიანტებს აერჩევთ, მე მანამდე დავამუშავებ ტესტებს და ნახოთ. რა იქნება, როგორ იქნება ეს საკითხი. ვისაც სურს თავისი პირადი დიაგნოსტიკა, კი იცის როგორ უნდა მომმართოს, ხო? ნომერზე WhatsApp-ში პირადი დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ პირადი ურთიერთობებთან მიმართებაში დიაგნოსტიკა 70 ლარის ნაცვლად დღესდღეობით იქნება 50 ლარი. რათა უფრო კარგად დაიგეგმოს აგვისტოს თვე და რაც შეეხება სრულ დიაგნოსტიკას, სადაც შედის ყველა ასპექტი, ფინანსებიც, პირადი ურთიერთობაც არის თუ არა ნეგატივი და ყველანაირი ასპექტი, კარიერული კუთხითაც იქნება 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დასტაკლება. იმედია აირჩიეთ ვარიანტები, პირველი, მეორე, მესამე, პირველი წითელი სანთელი, მეორე ლურჯი სანთელი, მესამე ყვითელი სანთელი და ვნახოთ. გადავდეთ მეორე და მესამე ვარიანტს. დავტოვებ პირველ ვარიანტს, ვინც აირჩია წითელი სანთელი და ვნახოთ. დღესდღეობით რა ხდება თქვენს პირად ურთიერთობაში და რა შეიცვლება აგვისტოში. რა იქნება ცვლილება. და ნახოთ პირველი ვარიანტისთვის. დღესდღეობით რა ხდება თქვენს ფინანსებთან მიმართებაში, ამოვაწყიალე, მაგრამ მოდი დავტოვოთ ეს რახან ამოვაწყიალე ეს ერთი არქანი ფინანსებთან მიმართებაში და როგორი იქნება აგვისტო. კარგი, დავიწყოთ, მოდით, ნახან ამოტრიალდო ფინანსებით დავიწყოთ. რა იქნება, რა არის უბრალოდ ახლა ფინანსებთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას ახლა ფინანსებთან მიმართებაში როგორი მომენტია იცით, რომ გიწევთ ფინანსების გადალაგება, გადაანალიზება, სად რამდენი დახარჯოთ, როგორ დახარჯოთ, ანუ ახლა თუ შეფულების მდგომარეობა გიწევთ აგვისტო, ანუ ახლა გაქვთ ეს პერიოდი, ან უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ უკვე იყავით და ცოტა ფინანსურად ესე გვიწევს თავიდან მოგროვება, ხო, გვიწევს თავიდან რაღაცა სიტუაციების დალაგება, ხო, სად რა როგორ გადავანაწილოთ, სად რა როგორ გავაკეთოთ. თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ აქტიური მდგომარეობა არ გაქვთ. გაქვთ აქტიური მდგომარეობა, აქ ადამიანები თუ თქვენ რაღაცა სამსახურში იმყოფებით, ჯერჯერობით ისე ჩვეულებრივად გრძელდება თქვენი სამსახურებრივი კარიერული კუთხით და ადამიანები, ვინც ეძებთ სამსახურს, ხო, თქვათ, არ გაქვთ ან უბრალოდ შეცვლა კიდეთ. გეტყვით, რომ აქ იქნება რაღაც გამოწვევები, რომელსაც მოგიწევთ ამ გამოწვევებთან უბრალოდ გიწევთ ამ გამოწვევებთან ბრძოლა, ხო? იმიტომ რომ აქ
სურვილი ძალიან დიდი გაქვთ იმის, რომ ყველაფერი გქონდეთ, გადასანაწილებელი კი არა, ყველანაირად გქონდეთ დალაგებული მდგომარეობა, ხო? ეხლა ამ ეტაპზე ესე ვიტყვი, რომ ცოტა ფინანსური კრიზისის მდგომარეობა არის. კარგით, ნახოთ აბა აგვისტოში როგორ იქნება. აგვისტოს თვეც სამწუხაროდ გრძელდება ესე, ანუ აქ როგორც ჩანს ხარჯები დიდია, ხარჯებს ანუ ოჯახთან მიმართებაში უფრო ესე ვიტყოდი, რომ აგვისტოს თვე პირველი ვარიანტისთვის ფინანსური კუთხით ცოტა გაგრძელდება ფინანსების დაცვა, გაგრძელდება რაღაცა გადანაწილების მდგომარეობა, ხო? მაგრამ ნახეთ, აგვისტოში იქნება ისეთი სიტუაცია, სადაც მიხვდებით, რომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს როდესაც ამობანში არ დამთავრდა მშენებლობა მოკლედ. და ნახეთ როგორი სიტუაცია აგვისტოს თვეშიც მიხვდებით, რომ თქვენ უკვე განახლება უნდა დაიწყოს თქვენი ენერგიების და დამთავრდა. თუ დღესდღეობით ინარჩუნებთ იმ სტაბილურობას, რა სამსახურშიც იმყოფებით, ან რა მდგომარეობაშიც ხართ, აგვისტოში უკვე მიხვდებით, რომ თქვენ დროა შეცვალოთ, იმიტომ რომ თქვენთვის ეს სიტუაცია, იცით რა არის, ძალიან რთული, როდესაც ოჯახი დიდია, ხარჯები დიდია და ჩვენ გვიწევს რაღაცა ჩვენი მინიმალური ხელფასის ეს რაღაცა ცოტათი გადანაწილება, ხო? არ არის მარტივი. ამიტომ აგვისტოში თქვენ გექნებათ ეს მდგომარეობა, როდესაც მიხვდებით, რომ დრო მოვიდა, თუნდაც საკუთარი ბიზნესის გაკეთების, თუნდაც საკუთარი რაღაცა საქმიანობის დაწყება, ხო? ნუ არ აქვს მნიშვნელობა არის რა კუთხით იქნება სამსახურის შეცვლა, ხო? აგვისტოში ცოტა ფინანსური მდგომარეობა ისევ გაგრძელდება რაღაცა ამ კუთხით, რომ დავიცვათ ჩვენი ფინანსები. კარგით, მოდით პირადი ვნახოთ. დღესდღეობით რა ხდება? დღესდღეობით ცოტა ესე ვიტყოდი, საკმაოდ ნორმალურ და ჰარმონიულ მდგომარეობაში ხართ. პირველი ვარიანტი პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, ვერ ვიტყვი, რომ არ ხართ რაღაცა კმაყოფილი იმითი, რაც გაქვთ, მაგრამ რაღაცა არის მომენტები, როდესაც გაქვთ ცოტა ბრაზი, ხო? და თქვათ ბრაზი იმასთან მიმართებაში, რომ უფრო მეტის დრო გინდათ გაატაროთ ოჯახთან და საყვარელ ადამიანთან. ბრაზი იმასთან მიმართებაში, რომ გინდათ რომ უფრო მეტი ყურადღება მიიღოთ, ხო? მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა პრობლემების წინაშე გახართ ურთიერთობაში, თუმცა რაღაც ნახეთ, ყველაფერი ნორმალურად მიდის, ყველაფერი სტაბილურად მიდის, სიმშვიდე არის, მაგრამ ნახეთ რა მომენტი არის, რაღაც პატარა ნიუანსები არ კმარა, რომელიც ბრას იწევს და შესაბამისად ეს რაღაცა უხასიათო მდგომარეობები შეიძლება მაგიტომაც იყოს ხოლმე, ხო? რაღაცებს ვერ იგებთ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი რაღაცნაირად რო გესაუბრებათ, თქვენ მის საუბარს რაღაცად ვერ იგებთ რა უნდა, ხო? რაღაც ეს მომენტი არის. როგორი იქნება აგვისტო? პირველი ვარიანტი საკმაოდ ისეთი რთული პერიოდი გაქვთ, როგორც ჩანს, თქვენ რაღაცნაირად შეიძლება ითქვას რადიკალურ ცვლილებებს აპირებთ აგვისტოში, რაღაცა ესე გამოვიდა, ხო? რაღაცნაირად გაქვთ სურვილი იმის, რომ აგვისტო რადიკალურად შეცვალოთ, ხო? რადიკალურად თქვენი ცხოვრების მდგომარეობა რადიკალური კურსით შეცვალოთ, იმიტომ რომ აქ რა იქნება პირად ურთიერთობაში აგვისტოში, აქ რაღაცა გადაადგილება იქნება, აქ ცვლილება იქნება. ნუ შესაძლებელია ვიღაცისთვის მოხდეს ის მომენტი, რომ რაღაცა თუ ურთიერთობა, საიდუმლო ურთიერთობა გაქვთ და ურთიერთობაში ცოტა ისე დაფარული გაქვთ სიტუაციები, მოინდომოთ, რომ გამჟღავნდეს, მაგრამ პარტნიორმა შეიძლება რაღაცა თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან და ეცადოს, რომ გაძვრეს ამ სიტუაციიდან, რომ არ გამოჩნდეს ჯერჯერობით, არ გამხილოს ეს ურთიერთობა. აგვისტოში საკმაოდ შესაძლებელია მეორე მომენტი კიდე, რომ
ის რაღაცა ინფორმაციები გაიგოთ, რომელიც აი ზუსტად ნახეთ, კი გაქვთ ჰარმონიული სიტუაცია თითქოს, მაგრამ რაღაცა აკმარა, რაღაცა ბოლომდე არ გაქვთ ნდობის ფაქტორი და აი ეს ნდობის ფაქტორი რაშიც არ გაქვთ ის გამომშყავდეს, ის გაიხსნას თქვენთვის, ხო? აი პირველი ვარიანტისთვის ცოტა დაძაბული პერიოდია, ცოტა რთული პერიოდია აგვისტო, როგორც ჩანს, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ნერვიულ სისტემას გაუფრთხილდეთ, ხო, იმიტომ რომ აქ დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს რაღაცა სტრესი. ამიტომ მაქსიმალური სიმშვიდესკენ მოგიწოდებთ, ესე რომ თქვა, პირველ ვარიანტს. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი. ნახოთ, მეორე ვარიანტი. ეს მეორე ვარიანტი იყო ლურჯის მთელი, რაც მახსოვს. როგორი იქნება? უბრალოდ რა არის დღესდღეობით თქვენთან? რა არის დღესდღეობით თქვენთან პირად ურთიერთობაში? პირად ურთიერთობაში დღესდღეობით რა არის და აგვისტოში რა იქნება? ნახოთ, ფინანსებში მეორე ვარიანტი დღესდღეობით რა არის და რა იქნება? სამივე არკანი ერთად ამოვიდა. მოდით ნახოთ, ფინანსურად დღესდღეობით რა არის? დღესდღეობით საკმაოდ სტაბილურობა გაქვთ, საკმაოდ ნორმალური სიტუაცია გაქვთ ფინანსური კუთხით, ვერ ვიტყვი რომ რაღაცა პრობლემები წარმოადგენს, ნუ ახლა პატარ-პატარა ხარჯის შესაძლებელია იყოს, პატარ-პატარა რაღაცა პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ ერთობლიობაში ფინანსურად ნამდვილად არ გაქვთ ის პრობლემა, რომ სად რა გადავანაწილოთ და როგორ გადავანაწილოთ და ვაიმე რა იქნება ხვალ, რაღაცა ესეთი ძალიან ისეთი შიში კონდეს, იმიტომ თქვენ გაქვთ მხარდაჭერა ფინანსური, შესაძლებელია ოჯახისგან, შესაძლებელია მეგობრისგან, ან რაღაცა ისეთი შემოსავლები, რომელიც თქვათ, ვიღაცას ბინა გაქირავებული, ვიღაცას რაღაც პატარა ბიზნესი, ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით თქვენ არ ხართ იმ ეტაპზე, როდესაც ადამიანს რაღაცის დათმობა უწევს რაღაცის შესაქმნელად. მეორე ვარიანტი. ასე რომ, რაღაც კიდევ ერთხელ ვთქვი, რაღაც პატარ-პატარა მომენტები შეიძლება იყოს რაღაც გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგრამ ფინანსური კუთხით ნამდვილად არ ხართ რაღაცა გაჭირვების მდგომარეობის ქვეშ. რა იქნება? ერთადერთი რაც არის, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ აპირებთ, რომ ვინმეს რამე ასესხოთ, ან ვინმეს რამე ესეთი, კი, კარგია ხელს როცა უმართავთ ერთმანეთს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ენერგიებთან იმდენად ცდილობენ შექმნან რაღაცა პრობლემა, ცდილობენ, ნახეთ, მე ესე გეტყვით, რომ ძალიან ბევრი თვალი შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ იმდენად ახლა ნორმალურ და შეიძლება იცით რა არის კიდე, რომ კარგადაც აჩვენებთ, აი თქვათ, სულაც არ გაქვთ მილიონები და არ გაქვთ რაღაცა ისეთი ათასები, მაგრამ თუნდაც 10 ლარით ისე შეიძლება რომ დაიცვენოთ და ისიამოვნოთ, რომ სხვა შეიძლება მართლა მილიონით ვერ გააკეთოს ეს, ხო? და ამიტომ იცოდეთ, რომ აგვისტოში გექნებათ ცოტა ესეთი რანაირად მოახერხე იქ წასვლა, რანაირად მოახერხე ეს, რანაირად ნახეთ, ბევრი ადამიანისგან გექნებათ რაღაცა ესეთი თვალის მდგომარეობა, მაგრამ თქვენი რესურსი აუცილებლად შენარჩუნდება, უბრალოდ თქვენც უნდა გაუფრთხილდეთ, ნაკლები ისაუბროთ თქვენს ფინანსურ რესურსზე, ნაკლები ისაუბროთ თქვენს საფულეზე, ხო, ნაკლები ისაუბროთ იმ რაღაცა თქვენს გეგმებზე და მიზნებზე, რომლის მიღწევასაც აპირებთ, რომლის გაკეთებასაც აპირებთ, ხო, ფინანსურ რესურსს აგვისტოში დასჭირდება ცოტა მოფრთხილება, მე არ გეტყვით იმას, რომ თქვენ არ გექნებათ რესურსი, თქვენ გექნებათ რესურსი, მაგრამ მოუფრთხილდით, არ გასცეთ ისე თანხა, არ ასეცყოთ თუ არ მისცეთ ვინმეს ისე თანხა, რომ საბოლოო ჯამში რაღაცა
თქვენ დარჩეთ და თუ თქვენ გაშეგილიათ, ნახეთ ერთი რამ გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ თქვენ ესეთი ენერგიების მდგომარეობა გაქვთ, თუ საშუალება გექნებათ გერჩივნეთ, რომ აჩუქოთ ვიღაცას რაღაცა თანხა, თქვათ ახლა ნუ გააჩნია, რა თქმა უნდა, იქ რა რაოდენობის იქნება ხა 1000-ობით ლარზე არ არის აქ ლაპარაკი, ხო, თქვათ 50 ლარზე და 100 ლარზე აქ ლაპარაკი პირობითად. და ამითი არ ანუ მოლოდინი არ გქონდეთ ეს ადამიანი, რომ დაგიბრუნოთ ხვდებით, იმიტომ რომ მოლოდინი თუ გექნება თქვენ ფინანსურ რესურსი ცოტა შესაძლებელია ვერ დააბრუნოს და ცოტა რაღაცა პრობლემა და ხარვეზი შეექმნას. თუმცა როგორც ასეთი აგვისტო მეორე ვარიანტისთვის ფინანსურად არ იქნება ძალიან დამრტყმელი და ძალიან პრობლემატური, როგორც არის, აი რაღაცა შემოსავლის მდგომარეობა სტაბილურად, ნორმალურად გააგრძელებს. პირად ურთიერთობასთან მიმართებაში. ну ეს იმპერატრიცა, აქაც იმპერატრიცა ხართ ფინანსებში და პირადში. ნახეთ, აქ თუ არჩევანის წინაშე დგახართ, თუ აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი დღესდღეობით ემოციებსა და რაღაცა გადაწყვეტილებებს შორის, მე ესე ვიტყვი, რომ დღესდღეობით თქვენი პირადი ურთიერთობის მდგომარეობა არ არის ცუდი, საკმაოდ კარგი ენერგიები გაქვთ, ну ვიღაცის შეიძლება ხა ოჯახური მდგომარეობაც იყოს, ხო, აქ არის ემოციები, აქ არის რაღაცა ესეთი მდგომარეობა, რომელსაც სიყვარულს ვეძახით, ხო? ну მე ისე გეტყვით, რომ აქ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი დღესდღეობით პირად ურთიერთობაში რაღაც არჩევანის წინაშე დგას. საით გადაწყვიტოს მდგომარეობა, იმიტომ რომ ნახეთ, აქ თქვენ არ გაქვთ ის სიტუაცია, რომ აი ერთი ადამიანი არსებობს თქვენს ცხოვრებაში და მეტი არავი, ხო? ან ნახეთ, ну ერთი ადამიანი ცოტა ესე გამომივიდა, თქვა, მაგრამ ნახეთ, რას ვგულისხმობ, თქვენ იმდენად მომხიბვლელი ხართ, იმდენად ძლიერი ხართ, იმდენად სასურველი ხართ ადამიანებისთვის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება რომ მოსწონდეთ, ხო? ძალიან ბევრ ადამიანს გქონდეს თქვენი ინტერესი, რომ თქვენთან ურთიერთობა გქონდეს, თქვენთან ემოცია გქონდეს. აქ ხართ არჩევანის წინაშე, ამასაც მოწონა რა, ამასაც და ნუ რომელი უფრო იქნება ჩემთვის ისეთი საინტერესო. შესაძლებელია იყოს ოჯახური თანაცხოვრების მდგომარეობაც, ნახეთ, მაგრამ არჩევანის მდგომარეობა იყოს, ნახეთ, რა მომენტი. როდესაც აი გავაგრძელოთ ესეთი ურთიერთობა, რაღაცა ის ცოტა შევჩერდით, რაღაცა ცოტა პრობლემა შეიძლება შეგვექმნა, დასტის ფონი არის დაკიდებული ფისუნია, მაგრამ ნახეთ, მოდი, ახალი სიცხლი ხო არ მივცეთ ამ ჩვენს ურთიერთობას, ხო, რაღაცა ხო არ შევცვალოთ, ან თუნდაც რაღაცა მოდი თუ ხართ იმ ასაკში, რომ და კიდევ გინდა შვილი ხო არ გავაჩინე, ხო, რაღაცა ეს მომენტი შეიძლება იყოს. კარგი, როგორ გადაწყდება აგვისტო, როგორ იქნება? აი, აგვისტო პირადი ურთიერთობასთან ესეთი ხმაურისთვის აგვისტო პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ ბედნიერი, საკმაოდ ჰარმონიული იქნება, სამყარო გაძლევთ შანსებს იმისას, რომ რაღაცნაირად თუ კი პატარ-პატარა პრობლემები გაქვთ პირად ურთიერთობებში, ეს ციკლი დასრულდეს და მქონდეთ სიმყარე, ბედნიერება, სტაბილურობა, სიმშვიდე და ემოციური ბალანსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. ისე რომ მეორე ვარიანტისთვის არც ამ ეტაპზეა ძალიან დიდი ესეთი კრიზისული პერიოდები თქვენს არც ფინანსურში და არც პირადში და გაგრძელდება რაღაცა ესეთი დაბალანსებული მდგომარეობა აგვისტოშიც, აი ესე ვიტყოდ. შვენიერი მეორე ვარიანტი ძალიან კარგია. და ნახოთ მესამე ვარიანტის მდგომარეობა. მესამე ვარიანტი მეორეს გადავდებ და მესამე ვარიანტი. ნახოთ. მესამე ვარიანტი. დღესდღეობით ფინანსური კუთხით რა არის? რა იქნება აგვისტოში ფინანსური კუთხით? და ნახოთ. დღესდღეობით პირად ურთიერთობაში რა ხდება? და
და როგორი იქნება აგვისტო? ნახე, ფინანსური კუთხე. მესამე ვარიანტიც ფინანსური კუთხე ცოტა პრობლემური მდგომარეობა გვაქვს. შესაძლებელია აქ ადამიანებს უბრალოდ ცვლილებები უნდადეს, რაღაცა უფრო მეტი ნახეთ მესამე ვარიანტს უფრო მეტი გასავალი გაქვთ ვიდრე შემოსავალი სამწუხაროდ. აქ თქვენი ფინანსური რესურსი რატომღაც ესე ვიტყოდი დამოკიდებული არის კონკრეტულ ემოციებთან მიმართებაში, ხო? ანუ ადამიანთან თუ ვართ ჰარმონიაში, პირად ურთიერთობაში, ფინანსური რესურსიც კარგი მაქვს, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი. თითქოს აქ არის მესამე ვარიანტი. შესაძლებელია კონკრეტულ ადამიანთან დამოკიდებული იყოთ, ну რაღაცა თქვენი უფროსი განელოდებოდით, თქვათ, თქვენი სამუშაოს რაღაცა ბონუს, ხო, ესე რომ ვთქვათ და ადამიანი ჯერჯერობით ანუ აქ არის რაღაცა კრიზისები დღესდღეობით, რომელიც კონკრეტული ან შესაძლებელია ვალი გქონდათ მიცემული ვიღაცაზე გქონდათ გასესხებული თანხა და ელოდებით ამ ადამიანისგან დაბრუნებას, ხო? ну მესამე ვარიანტი სამწუხაროდ აქვს ამ ეტაპზე კრიზისული ფინანსური პერიოდი, სადაც აი რაღაცა საკუთარ თავთან ბრაზობთ კიდევაც შესაძლებელია რომ აი რატო ვაკეთებ ესე, რატო ვდებ წინა, აი რატო არ საზღვრავ, ხო ვიცი რომ ეს რაღაცა ესე იქნება და ну აი ეს მომენტები გაქვთ. აგვისტო როგორ იქნება? აგვისტო იქნება გამოფხიზლების, აგვისტო იქნება ფინანსური დახმარების. მე შეიძლება ვთქვა რომ შესაძლებელია დაგიბრუნდეთ აგვისტოში უკვე ის გასესხებული თანხა, ის თქვენი რესურსი, რომელიც ჩადეთ სამუშაოზე, უბრალოდ აქ როგორი მომენტია ერთ-ერთი ცოტა დასვენება სჭირდება თქვენს ენერგიებს იმისთვის, რომ განაახლოთ, იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ. ხვდებით, ნახეთ, უკვე ფინანსური რესურსით ვეღარ ახერხებთ დალაგებას იმის იქიდან გამომდინარე, რომ გადახლილი და გადამწვარი ხართ. ხვდებით, ანუ რაღაც მომენტში ვეღარ აანალიზებთ. შეიძლება ითქვას, რომ სამსახური, რომელშიც ხართ, ვეღარ მოგწონთ, ანუ ვერ იღებთ იქიდან იმდეს, რამდენსაც დებთ და უკვე იმდენად გადამწვარი ხართ, თავიც არ გაქვთ რომ გახვიდეთ ამ სიტუაციიდან და რაღაც ახალი დაიწყოთ, რაღაც ახალი. ანუ აგვისტოში განახლება მოხდება თქვენი ენერგიების, აგვისტოში გამოფხიზლება მოხდება თქვენი ენერგიების და აგვისტო იქნება რაღაცა ფინანსური დახმარების პერიოდი. აშკარად ვიღაცა შეძლებს, ვიღაცა მოგცემთ თანხას, ვიღაცა დაგეხმარებათ. ну შესაძლოა ხა კონკრეტული ადამიანი არა თუნდაც, მაგრამ თუნდაც სესხი გინდათ რომ გააკეთოთ აგვისტოს თვეში, უბრალოდ ეხა და ვერ აკეთებთ და ну აგვისტოს თვეში გამოვა ის სესხის ამბავით, რომ თქვა თქვენი საქმე დაიწყოთ, ხო, თქვენი განახლება დაიწყოთ რაღაცა სწორი კუთხის, სწორი მიმართულებით, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ნახოთ აბა პირადში რა ხდება. ესე იგი, ხუთიან კვერცხებით დაიწყო ფინანსები, ხუთიან კვერცხებით იწყება პირადიც. აი, ნახეთ, გითხარით ფინანსებში, თქვენს ფინანსებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს პირად ურთიერთობის დალაგებას. აქ პირადი ურთიერთობა აშკარად არეულია, აქ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში რაღაცები წარსულში გვაქვს მოტოვებული. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები უბრალოდ კონფლიქტურ პერიოდს გადიხართ პირად ურთიერთობაშიც, საკუთარ თავთანაც, გვერდზე მყოფ ადამიანთან მიმართებაშიც, ხო, რაღაცა ითხოვთ ყურადღებას, ითხოვთ რაღაცა ენერგიებს თქვენთვის, ხო, აი მესამე ვარიანტისთვის, აი ფინანსები და პირადი ისე გაქვთ ერთმანეთზე მიმული, თუ პირადში არ ვარ დალაგებული, ფინანსები მერევა, თუ ფინანსები მერევა, პირადი მერევა, აი რაღაცა ცოტა ესეთი სიტუაცია გაქვთ. ასე რომ მესამე ვარიანტის პირად ურთიერთობაზე დღესდღეობით არის კონფლიქტები, დღესდღეობით არის გაურკვევლობები, ვერ ჩამოყალიბდით თითქოს ადამიანი ბოლომდე გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან თუ კიდე მისცე ჩანს. აი რაღაც ეს მომენტი. აგვისტო როგორი იქნება? აქაც 6-იან პენტაკლები დაიწყო და 6-იან პენტაკლები დაიწყო. პირადი ურთიერთობა, არ ვიცი, რაღაცა აშკარად გექნებათ. ნახეთ, მოგეცემა ჩანსი იმისი, რომ თქვენ შეძლოთ და გაუმკლავდეთ და ახლიდან დაიწყოთ ყველაფერი, ხო? ну ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილებას თუ მიიღებთ წასვლაზე, თქვენ შეძლებთ რომ აღიდგინოთ მერე ენერგიები და
თქვენ თავი გამოიყვანოთ ამ სიტუაციიდან, თუ კი მოხდება ისე, რომ გადაწყვეტავთ ამ ადამიანთან გააგრძელოთ კომუნიკაცია და არ გაუშვათ და მისცეთ კიდე შანსი, ადამიანი ეცდება რომ ჩადოს რაღაცა რესურსი და თქვენ შეძლებთ რომ ამ ადამიანს რაღაცნაირად ასე ვთქვათ მისცეთ ის მუხტი, რითაც ადამიანი ეცდება თავიდან დაიწყოს, ხო ის შანსები მისცეთ თუ ის რაღაცა ენერგიები მისცეთ, რომელიც შეძლებს ადამიანი განახლებას ურთიერთობისას. თუ არ აპირებთ ამ ადამიანთან, კიდევ ერთხელ განვეთქვენ, თან მოვა რაღაცა ის ენერგია, ის ადამიანი, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ რაღაცა ახალი ურთიერთობაც დაიწყეთ, ხო, ახალი მდგომარეობა დაიწყეთ. ეს არის 6-იან პენტაკლები, ესეც 6-იან პენტაკლები, პირადი ურთიერთობა რა იქნება აგვისტოში. ანუ ნახეთ, აგვისტოში თქვენთვის იქნება განახლება, თქვენთვის იქნება სიტუაციების დალაგება, რაღაც გარკვეულწილად და გექნებათ იმისი მდგომარეობა, რომ აგვისტოს თვეში გადაფასება მოახდინოთ თქვენი ცხოვრების. ოღონდ სასიკეთოდ, ხო, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ, რა თქმა უნდა, წარმატებისკენ. აი ესეთი გამოვიდა მესამე ვარიანტიც. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, მატერიალურ კეთილდღეობას გისურვებთ და იმედი მაქვს რაღაცა ცოტათი მაინც დაგეხმარებათ ეს გასვლა დღევანდელი პირადი და ფინანსების კუთხით. დროებით.